ისტორიკოს ბექა კობახიძე ხა ჩემი სტუმარი. მივესალმები მას მადლობა მოსვლისთვის. ბევრი კუთხიდან შეიძლება საუბრის დაწყება, მაგრამ პირველ რიგში ის რომ ისტორიკოსი ხარ და მეორე რიგში ჩემი აზრით ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გამორჩეულად კარგი ისტორიული მიმართულება ჩაუყარე, ასე თქვათ, ჩვენს მეგობრებთან ერთად საფუძველი, რომელსაც უკვე ძალიან კარგი ნაყოფი აქვს შედარებით ახალგაზრდა თაობის ისტორიკოსების სახითაც და ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი და ასე თქვათ, დამაზარალებელი რაც არის ის რომ მილიონში მათ შორის ისტორიის ფაკულტეტების მიმართულებითაც, ფაქტ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუქმებენ, უხეშად რომ ვთქვათ. ესეც ამასაც მე ვუყურებ და ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელი ერთიან დიდ კონტექსტში. არაერთი რომელიღაცა უნივერსიტეტის ან ისტორიის ფაკულტეტის ან თუნდაც ქართული. აი ზუსტად სიუჟეტი რაზეც იყო და რაც დროებაში ბევრს ვლაპარაკობთ, დიდი სტრატეგიული ამოცანა, ერთს მეხსიერება უნდა შეუცვალო, წარსულში უნდა შეცვალო რაღაცეები, რომ მისი გენეტიკური კოდის მოდიფიცირება მოხდეს და მტერი გახდეს მოყვარე შეაჩეჩო მტრად, რასაც ესე უხეშად აკეთებენ. დღეს ამას ჭირდება კიდევ უფრო გრძელვადიანი, სიღრმისეული განათლების სისტემიდან ამის ამოყვანა და პარალელურად დეზინფორმაცია. ეჭვიან მეპარებარს რომ ასე უყურებ თავადაც, მაგრამ ამით დავიწყოთ საუბარი ვითარებაზე, რომელშიც არის დღევანდელი საქართველო. ესე ამ ამბავს აქვს ორი კომპონენტი, ერთი უფრო გლობალური, ასე რომ ვთქვათ, ყველა ავტორიტარული რეჟიმისთვის აუცილებელი არის, რომ შემოსავლის წყაროები იყოს კონტროლირებადი. ახლა დღის განმავლობაში თქვათ, მუშაობ შენ, დაუმადლებელ ხელფას გამოიმუშავებ, მიგაქვს სახლში შემოსავალი და მე აპროტესტებ, ან Facebook-ზე წერ, ან რაღაც, ხო, რანაირი ავტორიტარიზმი გამოდის, ხო? ამიტომ ეს უნდა იყოს გაკონტროლებული. ახლა სად არის საზოგადოებაში, სად იყო უბრალოდ, სადღა არის, სად იყო საზოგადოებაში ისეთი განათლებული ინტელექტუალური ხალხის კონცენტრაცია, რომლებიც ერთი მხრივ კრიტიკულად არიან გაწყობილები და მეორე მხრივ ხელისუფლების კმაყოფაზე არ არიან და მათ კეთილებაზე არ არიან დამოკიდებული, ხო? ეს არის სადაც ახლა ვართ, მედია და მედიის გარშემო რა კანონები შემოიღეს და თქვათ ბიზნესებს რო პრობლემა ექნებათ რეკლამის მოტანის ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ მედია ესე უნდა მოახჩონ ფინანსურად. NGO არასამთავრობო სექტორი ეს რუსული კანონი და კანონების მთელი წყება, რომლითაც ეს სფერო მთლიანად მოკლეს. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთი მხრივ შემოსავლათაც არიან, მაგრამ მეორე მხრივ ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში იქნა ჩასმული ფაქტობრივად და აი ბოლო ბასტიონი იყო უნივერსიტეტები, რამდენიმე უნივერსიტეტი არის ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალი და ეს უნდა გაიწმინოს. ანუ მთლიანად აი ამ ასე რომ ვთქვათ, ფინანსური მარწუხებით, ციხით, ზოგან დახურვით, რაც ახლა ილიაუნის შემთხვევაში ხდება, ხო? მთლიანად უნდა გაჩუმდეს, განადგურდეს განსხვავებული აზრი. ხო, აქ შუაგზას გადავწდით, მაგრამ ბოლომდე მისაყვანად კიდე დარჩათ დრო და მანძილი. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ისტორიას და ისტორიოგრაფიის გადაწერა კონტროლს. ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს სჭირდება ნარატივზე, ამ გრანდ ნარატივზე კონტროლი, მათ შორის ისტორიოგრაფიულ ნარატივზე კონტროლი. ანუ ამიტომ იყო ხა უფრო ასაკოვანმა მაყურებელმა ჩვენმა იცის, რომ საბჭოთა დროს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები პირდაპირ ემსახურებოდა რეჟიმის ლეგიტიმაციას, ასე რომ ვთქვათ, დამატებითი დარგები იყო რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის. საქართველოს შემთხვევაში ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის თავსებაზრდობის გაზრდა რუსეთთან, ხო? ახლა ჩვენ ხო გქონდა ევროკავშირისგან მოთხოვნა, რომ 9 პუნქტი უნდა შეასრულოთ, იმისთვის თუ გიდათ რომ მოლაპარაკებთა პროცესი დავიწყოთ და ანუ რატომ უნდა შეასრულოს ეს 9 პუნქტი? იმიტომ რომ თავსებადი იყო ევროკავშირთან. ამას ვეძახით ჰარმონიზაცია. ახლა რუსეთს ეს ფორმალურად პუნქტები არ აქვს გამოცხადებული, მაგრამ იმისთვის რომ რუსეთისთვის სანდო კლიენტი იყოს ეს ხელისუფლება, მასთანაც კონკრეტული პუნქტები არის შესასრულებელი, ხო? რომ მაგალითად არანაირი დასავლური პოლიტიკა, არანაირი დასავლური ფული, არანაირი ევროკავშირში ინტეგრაცია, არანაირი ადამიანის უფლებები უნდა იყოს ავტორიტარული რეჟიმი, არ უნდა იყოს თავისუფალი უნივერსიტეტები და უნდა იყოს კრიმინალური კომპონენტით გაჯერებული სივრცე. რა თქმა უნდა, ასევე უნდა იყოს რიტორიკაში, ხო, ახლა აი, თქვა ჩალვა პაპუაშვილი ყოველდღე რასაც ლაპარაკობს,
რომ გადავრთოთ რუსულ არხებზე, ლაპარაკობს იმის თარგმანს ფაქტობრივად დასავლურ სახელმწიფოებზე, არა მარტო შალვა პაპუაშვილი ხა ეს მაგალითად თქვი უბრალოდ. და მათ შორის ამ ყველა კომპონენტ შორის ერთ-ერთი კომპონენტი არის, რომ ისტორიულ ნარატივში უნდა იყოს თანხwebdriver და თავსებადობა. იგივე 2008 წლის ომთან დაკავშირებით, იგივე წულუკიანის კომისია რო შეიქმნა, რომელმაც გადაამღერა ყველაფერი ის, რასაც რუსები ამბობენ 2008 წლის ომზე. და აი 1921 წლის ოკუპაციასთან დაკავშირებით ეს აუცილებლად ცოტა უფრო ვიწროთ უნდა ჩავშალოთ. იქ მით უმეტეს ეს კვირა ზუსტად ამას ეძღვნებოდა, ეხნო ირანზე შეტევამ ცხადია ყველაფერი გადაფარა და ცოტა უფრო მოგვიანებით ეგეც სიმბოლურია, რომ სწორედ იმ კვირაში, როცა ჩვენ უნდა აღვნიშნავდეთ ქვეყნის ოკუპაციის წლისდავრს, მოხდა სანქცირება ქართულენოვანი მედია საშუალებების რუსული ინტერესების გატარებაში ბრალდებით. რა თქმა უნდა, კი, ანუ ამებს მე გამოვაგრძელოთ, მინდა ცოტა 21 წელზე ვილაპარაკო. აი 2021 წელს იყო 100 წლის თავი ოკუპაციისა. ხო, ეს 100 წლის თავი ერთხელ ხდება ისტორიაში, მეორე ხო ვეღარ იქნება 100 წლის თავი, რა, და ესეთ მრგვალი თარიღი ჩვენ ცხოვრებაში ერთადერთხელ პრინციპში. არანაირად ქართულმა სახელმწიფომ ბუნებრივი არ აღნიშნა ეს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პირობებში და ერთადერთი რიც აღნიშნა ეს იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ოკუპაცია, ესე იგი, რუსეთი აცახსენა, საბჭოთა ჯარები, საბჭოთა წითელი არმია საქართველოს შემოვიდა 16 თებერვალს. და ეს ახლა არა სპეციალისტმა შეიძლება არ იცოდეს რა მნიშვნელობა აქვს ამ 16 თებერვალს, მაგრამ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეშმაკი რო დეტალებშია, აი ეს დეტალი მინდა რომ დავანახო მაყურებელს. მოკლედ, ოკუპაცია რეალურად დაიწყო 11-12 თებერვლის ღამეს, ინსცენირებული აჯანყებით, ვით რომ ლორეში მუშები და გლეხები და მშრომელები აჯანყდნენ, 4 დღე იბრძოდნენ ეს გაჭრუებულ მდგომარეობაში და შემდეგ 16 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია იძულებული გახდა, რომ დახმარებოდა მოძმე მშრომელებს. ეს იყო საბჭოთა ისტორიის ნებისმიერ საბჭოთა ისტორიის წიგნი გადაშალა. ეს იყო ეხლა თანამედროვე რუსული ისტორიოგრაფიის ნარატივი ეს არის, მაგრამ 90-იან წლებიდან ჩვენ ხო წტომა გაგვიშთა ამ არქივებზე. და ჩვენ ვიცით, რომ 11 თებერვლიდანვე პირველი წუთიდანვე იქ არავითარი აჯანყება არ ყოფილა, იქ პირველი დღითანვე იბრძოდა წითელი არმია, აი როგორც ახლა ყირიმში რომ მწვანე კაცუნები იყვნენ 2014 წელს, როგორც ახლა აფხაზეთში, ცხინვალში, რაც ახლა მილიონჯერ გვინახავს ხო რუსეთის შემთხვევაში, ზუსტად ესეთი ამბავია და ბრძანებების დონეზე სრულიად დეტალურად ვიცით ეს ამბავი. ახლა ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა რუსული ისტორიოგრაფია, რასაც წერს და რასაც წერდა საბჭოთა ისტორიოგრაფია. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ შეცდომა ხო არ არის. შეეშალა რა, ახლა რაღაცა პიარის სამსახურში ვიღაცა არ ყავს სათანადო კომპეტენციის, მაგრამ რომ შეგეშალოს, სადღაც ხო უნდა ნახო ეს შეცდომით. 1900 სრულ პასუხისმგებლობით ვაცხადებ. 1990 წლიდან მოყოლებული ვერც ერთ ქართულ ენაზე დაწერილ წიგნს, სტატიას ვერაფერს ვერ ნახავთ, სადაც წერია, რომ ეს შემოჭრა მოხდა 16 თებერვალს. არსად, თუ რუსებმა არ დაგიდეს აი ეს ტექსტი, რომ შენ უნდა დაწერო აქ 16 თებერვალი, შეცდომითაც ვერ დაწერ ფიზიკურად, ხო? ამიტომ ეს იყო ჩემთვის აი სიგნალი, უძლიერესი სიგნალი, რომ აჰა, რა ხდება. შემდეგ რომ გამოვაგრძელოთ 2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია SOLAB, რომელიც საბჭოთა წარსულს იკვლევს და რომელიც არის რუსული ორგანიზაცია მემორიალის ანალოგი, მემორიალი დისიდენტური ორგანიზაცია, რომელსაც ნობელის მშვიდობის პრიზი აქვს მიღებული და იდევნება რუსეთიდან განდევნილი არის. მოკლედ იმის ქართული ვარიანტი არის ეს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია და აი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში მოხდა, როგორც რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაცია. რა რეაქცია მისცა ამას ქართულმა ოცნებამ? 2023 წელს დაიხურა საბჭოთა არქივები საქართველოში. KGB-ს და საბჭოთა კომპარტიის არქივები დაიხურა. ანუ SOLAB-ის მუშაობა გახადა შეუძლებელი. 2024 წელს ამას ეს რუსული კანონი და აგენტების კანონი და ამბები დაერთო, რამაც ორგანიზაცია ფაქტობრივად გაანადგურა. ანუ 22 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს ანგარიში 2023-24 წლებში გადაითარგმნა იმაში, რომ ორგანიზაცია ქართულმა ოცნებამ გაანადგურა, ხო?
ახლა შემდეგ ეხლა წელს რაც იყო გიორგის მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ხო ეხლა 40 წლის ვარ და ყოველი 25 თებერვალი მახსოვს დამოუკიდებლობის წლებში აღნიშნულიც და არ აღნიშნულიც ესეთი შეტევა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე ესეთი კოორდინირებული შეტევა როგორც წელს იყო მე არ მახსენდება. ანუ ხედავთ როგორ არის აი 21 წელს რომ დაიწყო ღარიბაშვილის იმ განცხადებით, მე გამოგძელდა ესე საფრთხის კვლევის ლაბორატორიის აკრძალვით და აი ახლა უკვე რას ხედავთ რომ ესე იგი მარო მაყაშვილის სურათებზე ტროლების და ბოტების მასობრივი ეს ხარხარის სმაილების დასმა, ესე იგი გმირის მარო მაყაშვილი არის ოფიციალური გმირი არის ქართული სახელმწიფოს მიერ აღიარებული ერთადერთი ქალი გმირი საქართველოს ისტორიაში. ანუ ეს ამბავი მე ერთ-ერთი პროპაგანდისტის რა ქვია გაჩეჩილაძის უცნობის ამბავი რომ ესო იმ ხელისუფლებამ მოკლაო შემდეგ უკვე ასევე პროპაგანდისტი ეგრეთ წოდებული ისტორიკოსის ამბავი რომ განცხადება რომ გიორგი კვინტაძე ამოსაგდებია და დასაგორებელია საფლავიდან გესმით რა ხდება და ანუ ქუჩებში ხლა ჩვენ ხედავთ მარო მაყაშვილისა და იმების სტენსილებს ანუ გამოსახულებებს გადაშლიან ხოლმე ესე მდგომარეობაში ვართ ხო და ეხლა კიდე აი ეს მაგალითად სამაგისტრო პროგრამა ჩემი რომელიც თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამისი დახურვა და ყველა სხვა ალტერნატიული ისტორიოგრაფიული ხმის დახშობა და ეხლა კიდე დამატებით რას აკეთებენ რომ უნდა იყოს ერთი სახელმძღვანელო აქამდე ხო იყო არჩევითი სახელმძღვანელოები რომ თქვა 4 სახელმძღვანელო არსებობს და ამ კონკრეტულ სკოლაში ამასწავლებელს ეს სახელმძღვანელო უნდა აირჩევს სხვა სკოლაში ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა როგორც ერთი პარტია რო იყო, ერთი ცენტრალიზებული სახელმძღვანელო უნდა იყოს, რომელსაც როგორც უკვე გავიგე ეს ამბავი, პროსახელისუფლება, ანუ კარის ისტორიკოსები დაწერენ და უფალმა უწყის აი ამ ყველა მოვლენის ფონზე რაჯანდაბას დაწერენ შიგნით, ხო? უკვე მაგალითად სიგნალი ამისი არის ხო არის ესეთი ჩემი საქართველოს საგანი რო არის მე-6 კლასის წიგნია თუ არ ვცდები, აი იქ წერია განსაზღვრება მაგალითად რუსეთისა. ხო, რუსეთი საქართველოს დიდი მეზობელია, რომელთანაც რთული ურთიერთობა გვაქვს. ანუ ოკუპირებული კი არ არის და კოლონიზატორი კი არ იყო და კი არ და რთული ურთიერთობა რა რაღაცა. ხო, ეს ეხლა ხდება, თორე მე ეს ამბავი დამძიმდება კიდევ. ნუ ესეთი გარემო არის, ძალიან გამიგრძელდა მე მგონი, მაგრამ მინდოდა რომ თავი მომება ამ ყოველ. საინტერესოდაა აწყვე მთელი ეს კრიალოსანი, ეს ფაქტები საჭიროა ხოლმე იმისთვის, რომ ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანონ ადამიანებმა დასკვნები, იმიტომ რომ ხშირად უფრო ემოციური კომპონენტი მოდის წინ, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ხალხი, რომლებიც აი ყოველდღიურ რუტინაში ვართ მსგავსი ფაქტების შემჩნევით, შემდეგ გამოვხატავთ ამ პოზიციას, მარტო ეს ნაწილი ჩანს ხოლმე ზედაპირზე და არიან ადამიანები, შეიძლება ჩვენს გარემოცვაშიც არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ნუ ეს ახლა რაღაცა შიდა დაპირისპირება არის პოლიტიკური, ვიღაცას მოწონს, ვიღაცა არ მოწონს და თქვენს ემოციურ განწყობას უსადაგებთ შემდეგ იმ სიამთრულეში ეს არის ფაქტების ერთობლიობა. როგორ ხდება ქართული სახელმწიფოებრიობის ამ შემთხვევაში მისი ისტორიის გადაწერა და მორგება რუსებისთვის მისაღები ნარატივისთვის. ეს არის დიდი პრობლემა. ეს როგორ ჩანს ბექა და მინდა გადავიდე ჩვენი საუბრის მეორე ნაწილზე, არა მარტო ჩვენი მხრიდან იქნა შემჩნეული, არამედ უკვე შეიმჩნა და შეფასდა საერთაშორისო დონეზე. ამის მაგალითია ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელმაც სწორედ რუსული ნარატივების პროპაგანდირებისათვის, რუსული ინტერესების, რუსული ასე ვთქვათ, სპეციალური ოპერაციის განხორციელებისათვის ორი ქართული პროპაგანდისტული არხი დაასანქცირა. ამას მოყვა შემდეგ რეაქციები, ფართხალს უყურეთ ახლა ჩვენ ისტერია, ზოგიერთ შემთხვევაში სასაცილოა, ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან გულისამრევია, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი სამარცხვინოსთან ერთად არის ძალიან სერიოზული დასკვნების გამოტანის საშუალება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან აქ მიმდინარე პროცესებისადმი დამოკიდებულების. როგორც წესი, რაღაცა ტიპის საგარეო ზეწოლის
მინიმალური ზეწოლის საპასუხოდ ძევლად აყვანილი ქვეყნის ხალხის და ინსტიტუტების მეშვეობით ხდება პასუხისგაცემა რეჟიმის მიერ. აი, რას ელი შენ სიტუაციის გამწვავებას ელი უფრო მეტად, თუ ეს არის უკვე ის ნიშანი, რომლის მეშვეობითაც რეჟიმი უნდა მიხვდეს, რომ უკვე ესე სახუმაროდ და ასე შემთხვევითობით საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთი თავის რეაქციები და აღარ შემოიფარგლა. მე ვფიქრობ, რომ გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, რომ აი ეს იმედის და პოზიტივის დასანქცირება ბრიტანეთის მიერ ყველაზე სერიოზული ნაბიჯი. ახლა სანქცია არაერთი გვინახავს, ხო, ინდივიდუალური სანქციები მათ შორის, მაგრამ ყველაზე სერიოზული ნაბიჯია აი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში და რას გულისხმობ აქ. ეს აღარ არის, რომ რაღაცა შალვა პაპუაშვილი გამოვიდა, იტინგიცა, რაღაცა იენა კვიმატა იქ ზარქუამ, რაღაცა ფიშერზე რაღაცა თქვეს, იქ რასა იუკნევიჩიანეზე რაღაცა თქვეს და რაღაცა ანუ ლაბუცი და მაიმუნობა და ეს არ არის ეს ამბავი, საერთოდ არ არის ეს სახუმარო ამბავი. აქ მე ვფიქრობ, რომ წითელ ხაზს მიღმა გადავიდა მოვლენები, ანუ დასავლეთის მხრიდან საუბრობ ამას და რატომ რომ პროპაგანდისტული მედიები, აი როგორ ვთქვათ, ნაცისტურ გერმანიაში აი ეს გებელსის მედია საშუალებები ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას. ანალოგიურად ეს იქნება სალავიოვის, კაბეევა, სიმონიანი თუ სხვები და სხვები რუსი პროპაგანდისტები ანალოგიურად ინაწილებენ პუტინის პასუხისმგებლობას რუსეთში. სწორედ ამ კონტექსტში, როგორც აი იმის გაგრძელება, იმათი პროპაგანდის გაგრძელება დასანქცირდნენ იმედი და პოზიტივი. აქედან უკვე ერთი ნაბიჯია, რომ წამოვიდეს სექტორული სანქციები, ანუ უფრო გასაგებენაზე რო ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება ჩადგეს იმავე რიგებში, როგორიც არის ბელარუსი, როგორიც არის რუსეთი და ეს როგორც ერთი მთლიანი მოცემულობა ისე აღიქვას დასავლეთმა. ეხლა ჯერ იქ არ ვართ, ჯერ არ მივსულვართ იქამდე, ახლა შევადარებდი ამას, აი 60-სა და ჯოჯოხეთს შორის რო სალხინებელი აქვთ კათოლიკეებს, ხო? რომ აი სადღაც შუაში არიან და პრინციპში მათზე არის დამოკიდებული, ბოლომდე ჩააჭერენ აი ამ ანტიდასავლურ და პრორუსულ ხაზს და პირდაპირ ჩავარდებიან ჯოჯოხეთში, თუ მოზომიერდებიან და დაიწყებენ მათ შორის მედიასთან მიმართებით, თქვენთან მიმართებით, მათ შორის უნივერსიტეტებთან მიმართებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით პოლიტიკის შერბილებას. მათზე არის დამოკიდებული და საქმე როგორ არის, იცით, რომ თუ თქვათ ბოლომდე მიაჭირეს გასფეხი და თავი ჩაიგდეს ჯოჯოხეთში, ჩვენ ვხედავთ ეს რამეს, რომ ვენესუელას და ირანს რა ემართება ხედავთ და რუსეთს არანაირი რესურსი არ აღმოაჩნდა თავისი მეგობრების თუ კლიენტების დასაცავ საპატრონოდ, ხო? იმას თავისი გაჭირვება ეყოფა რუსეთს რა დღეშიც არის ახლა უკრაინაში. არავინ ამათ გულისთვის თავს არ გადადებს და ახლა ვენესუელაზე და ირანზე რო ლაპარაკობთ, ესენი ნავთობით უმდიდრეს ქვეყნები არის. ხო, ანუ თუ საქართველოს ეკონომიკის იზოლაცია მოხდა, ანუ რეჟიმს თავი რითი უჭირავს ამის შემდეგ, ხო? და ამ გზაზე არის, მოკლედ სერიოზულობით არის ამ გზაზე დამდგარი ეს ამბავი ამ გადაწყვეტილების შედეგად, ამ სანქციების შედეგად. მაგრამ მეორე მხრივ ყოველთვის არის სივრცე იმისა, რომ თუ ოდნავ მაინც მოეგებიან გონს, რომ შეარბილონ ეს ამბავი და უბრალოდ თანამშრომლობადები გახდნენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. აი აქ არიან და მე რასაც ვხედავ ახლა იქ ირვანიშვილის პოლიცსაბჭოზე პირადად გამოჩენა, ეს ერთი მხრივ იყო ამ ბიჭების და გოგოების გამხნევების ცდელობა და ხოლმე მეორე მხრივ მის ჩვენება რომ საქმე სერიოზულად არის. ჯერ პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ აქვს, მე რასაც უყურებ იმედს ბოლო დღეებში, აი ეს ნარატივი ვერ დაიჭირეს, რაღაცა ძალიან პროუკრაინელები გახდნენ უცებ, ანტიირანელებიც გახდნენ, მაგრამ თან დასავლეთის გინებას ვერ ეშვებიან, რაღაც
რაღაცა, ანუ არიციან ვერ დაალაგეს მოკლედ. როგორ ჩვენ ჯერ სტრატეგიულ დონეზე არ არის გადაწყვეტილი. არ არის გადაწყვეტილი ეს ამბავი, ახლა დანის იმასაც ხვდებიან უკვე რომ ეს საფრთხე გახდა რეალური, შეეხო დაწვა ასე ვთქვათ რა. კი, დანის პირზე არიან და აი სად გადავლენ ახლა და რა მიმართულებით სწავლენ მათთვისაც და მათ შორის ჩვენთვისაც და ჩვენ ქვეყნისთვისაც დიდწილად შეიძლება საბედისწერო იყოს ეს ამბავი. ბექა, ირანი ახსენე, დღევანდელ დღეს რომ ირანში და ირანის მიმართ განხორციელებული დარტყმები, ოპერაცია არ ვახსენოთ, რა თქმა უნდა, ისე ვერ დავამთავრებ ჩვენ საუბარს. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს, რა გავლენა უკვე მოახდინა, რაც მოხდა უკვე, ხო? ნუ ფაქტობრივად მართლაც უპრეცედენტო მოვლენა არის, როდესაც სახელმწიფოს მეთაური იქნა ფაქტობრივად განადგურებული. იქ იყო მოტაცების შემთხვევა, ასე ვთქვათ, ტყვეტაყვანის შემთხვევა ვენესუელაში, მაგრამ ისე რომ ასე თეოკრატიული სახელმწიფოს პირველი პირი გაინადგურებინათ დემონსტრაციულად, ეს მაინც ისტორიაში გამორჩეული შემთხვევა არის ბოლო დეკადების განმავლობაში განსაკუთრებით. ნუ ეს ერთის მხრივ მეტყველებს დასავლეთის განსაკუთრებით შეერთებული შტატების სრულ ტექნოლოგიურ უპირატესობაზე საომარ საწარმოო და ასე შემდეგ ნაწილში, მაგრამ მეორეს მხრივ პოლიტიკურ ნებაზეც. და მე და იქით ამ მხრიდან კიდევ მეტყველებს იმაზე, რამდენად სუსტი და რესურსების დეფიციტის მქონე არიან ის ძალები, რომლებიც აი ამ ბოროტების ღერძს ამაგრებდნენ და დეკადების განმავლობაში ატერორებდნენ მთელ მსოფლიოს. მათ შორის აი ამ ძლიერ ქვეყნებსა და სახელმწიფოებს. იმათ პოლიტიკურად ჩვენ კიდე პირდაპირ გაგებით, ყველა გაგებით, ასე ვთქვათ, ხო? გადაგვიარეს, რასაც ქვია, უკრაინაზე ძალადობა ცადეს და უზარმაზარი ზიანი მიაყენეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ახლა გვაქვს სურათი, როდესაც ვერც უკრაინაში იმარჯვებენ, ირანი ვერ დაიცვეს და ირანმა საკუთარი თავიც ვერ დაიცვა, ანუ აიათოლების რეჟიმმა ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგრამ თუ ირანთან მიმართებაში ეს პროცესი წარიმართა იმ მხრივ, რომ შეიძლება რეჟიმ ჩეინჯი არა, მაგრამ ტრანსფორმირდა ეს ხელისუფლება და სისტემა თავად მართლობით ისე, რომ გახდა უფრო ადეკვატური, გახდა დასავლეთთან მოთანამშრომლე სახელმწიფო, რა გავლენას მოახდენს ეს მთელს მსოფლიოზე, რეგიონზე პირველ რიგში და საქართველოს. გიორგი, თქვენის ნებართვით მე მინდა დავიწყო იმით ეს საკითხი, თუ ყველაზე მთავარი სტრატეგიული ჩვენ, აი დღეს აქ და ახლა ქართველებმა რა უნდა ვისწავლოთ და გავითვალისწინოთ. მოგეხსენებათ, აი აქ შევეხები როგორც ირანს, ასევე ვენესუელასაც. მოგეხსენებათ ვენესუელაში 2024 წელს, ანუ ქართულ არჩევნებამდე იყო არჩევნები, სადაც ოპოზიციამ სრული მობილიზაცია აჩვენა, მოკლედ ყველა ყალზე დადგა და მაგრამ მადუროს რეჟიმს ჰქონდა კაი წელიწად ნახევარი იმისთვის, რომ ფიზიკურად გაენადგურებინა ხალხი. ქვეყნად გაეყარა, მოეკლა 1000 კაცი მოკლეს დაახლოებით, ციხეებში ჩაეყარა და როცა მომენტუმი მოვიდა, რომ მადურო აღარ არის, ვენესუელელებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე აღარავინ დარჩა ის, ვინც გარეთ გამოვიდოდა და ცვლილებებს მოიტანდა. ანუ ვენესუელელების ამბოხი მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ. ნუ ვენესუელებმა არ იცოდნენ ეს როდის გახდებოდა ყველაზე მიზანშეწონილი, მაგრამ მოხდა წელიწადნახევრით ადრე, ვიდრე ეს იქნებოდა მიზანშეწონილი. ირანის შემთხვევაში კიდევ უფრო გულდასაწყვეტი არის ეს ვითარება, რომ ირანელები ამბოხდნენ დაახლოებით 2 თვით ადრე, ვიდრე ეს მომენტი მოვიდოდა. ამ 2 თვის განმავლობაში ჩვენ ახლა ინფორმაციებსაც ვიღებდით, კადრებიც ვსალდებოდა, რომ 10,000-ობით ადამიანი დახოცეს. ახლა დღევანდელ დღეს მე არ ვიცი და ეს გამოჩნდება, თუ დარჩა კიდე ირანში სათანადო რაოდენობა იმ გაბედული ადამიანებისა, რომლებიც ამ 10,000-ობით ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ, რაც იანვარ-თებერვალში აგემეს თავისუფალ ირანელებს რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ გამოვიდნენ კიდე და რაღაცა შეცვალონ, მაგრამ აი ორთვიანი აცდენა და რეალურად სიტუაცია არის ძალიან შეცვლილი. ანუ ეს რომ მომხდარიყო, თქვათ, ირანელების ეს გამოსვლა რომ მომხდარიყო ახლა რომ ხდებოდეს, რეჟიმი უკვე დამთავრებული იქნებოდა სავარაუდოდ, ხო?
და ჩვენ რა უნდა გავითვალისწინოთ აქედან, რომ ეხლა არა რა თქმა უნდა ვენესუელის და არა ირანის სცენარით, მაგრამ საქართველოშიც მოვა თავისუფლების მომენტუმი. ეს ალბათ უფრო უკრაინის ომის თემაზე არის მიბმული. საქართველოშიც მოვა თავისუფლების მომენტუმი. აი ამ მომენტუმისთვის ქართული საზოგადოება უნდა იქნეს მზად. აქ არ არის საჭირო ყველაფერს ვაფასებ, რა თქმა უნდა, ყველანაირ თავგანწირვას, მაგრამ იმ მომენტისთვის რაღაცნაირად თავი უნდა შევინახოთ, გადავრჩეთ, მივაღწიოთ იმ მომენტამდე. აქ არ არის არც არასაჭირო ესე იგი თავგანწირვა, მსხვერპლის შეწირვა და თუნდაც ეკონომიკური და მორალური, ფსიქოლოგიური გამოფიტვა. საჭირო რომ ბოლოს ახლა ადამიანი დაждდება თვითმფრინავში, წავა რომ აღარ შემილია, მე ჩემი უკვე გავაკეთე. იმ მომენტისთვის, როცა საქართველოში მომენტუმი იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ ფორმაში. იმიტომ რომ საქართველოსა და ცენტრალურ აზიას, მოდი პირდაპირ ვთქვათ, განასხვავებს დაახლოებით 200-300, ან შეიძლება 400,000 ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ აი გამოვიდეს და ქვეყნისთვის საკუთარი თავი გარისკოს, რომ რაც ქუჩებში ვნახეთ ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ხო? თუ ეს ხალხი გაყარეს საქართველოსდან, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა, მერე ცენტრალური აზია იქნება აქ და ახლა საბჭოთა კავშირი კი დაიშალა 91 წელს, მაგრამ ცენტრალურ აზიაში კი არაფერი შეცვლა იქ. ანუ სტაბილური ავტორიტარული მმართველობა გაგრძელდა. ამიტომ აი ეს რომ ყველამ ინდივიდუალურად თავის თავს უთხრას და გარშემო მყოფებზე თავის თავზეც იზრუნოს და გარშემო მყოფებზეც რომ იმ მომენტუმისთვის ჩვენ ცოცხლები ვიყოთ, აქ ვიყოთ და ფორმაში ვიყოთ. ეს რაც შეეხება ჩვენთვის არსებულ გაკვეთილს. ახლა უფრო საერთაშორისოსთვის ძალიან ცუდად დრო დაგვრჩა და ეს უკვე მოკლედ შევაჯამოთ. კი ბატონო, კი ბატონო. მოკლედ ახლა უპრეცედენტო ამბავი არის, იქ ტრამპს რა თქმა უნდა თავისი დღის წესრიგი აქვს, იქ ეპშტეინის ამბავი არის, იქ არის კონგრესის შუალედური არჩევნების ამბავი. პლუს ერთი რაღაც რომ მადუროსთან ისე გამოუვიდა მას რომ ტერმა და მოყარემ ტაშისკვრა დაიწყო და ხლა ერთხელ რომ გამოგივა მე გინდა რომ გაიმეორო ხო ცდუნება ამის ყოველთვის არის თან ნეთანიაჰუსთან და მუჰამედ ბინ სალმანთან ანუ საუდის პრინცთან მისი ურთიერთობებიც გარკვეულწილად აქ ფაქტორი არის რომ ირანი ისე დასუსტებულია როგორც არასდროს და მოკლედ ტრამპი რაც გაუთამამდა ამ ამბავს და ამაზე წავიდა. რით დამთავრდება ამისი პროგნოზირება ძნელია და კიდევ და ისევ ყველაფერი არის გიორგი დამოკიდებული იმაზე. არა ეს დაბომბვები იქნება და ნუ გასაგებია ახლა ამერიკას სამხედრო უპირატესობა ექნება, მაგრამ ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დარჩა ამ 2 თვის მანძილზე ნახოც ნაჟლეთ ირანელ ხალხს იმისი ძალა რომ აი გამოვიდეს და ცვლილებები მოიტანოს. ბექა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. რჩევები ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით, აუცილებლად გასათვალისწინებელი. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით დღევანდელ გადაცემაში.